პელე ეს ვინ არის? ჩემი ნათლია, ვლადო. ერთხელ ფრანც ბეკენბაუერმა ფეხი დაიზიანა. თბილისიდან თურმანიძის მალამო გაუგზავნე და რა თქმა უნდა დაეხმარა ბეკენბაუერმა შემატყობინა, რომ ამ მალამოს დეფიციტი იყო, მაშინვე გაუგზავნე დიდი შეკვრით. Slava, Metreveli. Misha Meski, Slava Metreveli. Dahure. Please. Kahi, çamoyke, Chemsken. Pele. Ager. Kagijes, kasa. Kahi sadakhar. Sadare şimdi. Davutzke labaragi. Davutzke. Ჩემი ნათურია თქო. გაუღიმე. მაინც არ წახვიდე. ამ კადრში სწორედ კახი კავსაძე ჩანს, დგას გასახდლის შესასვლელთან და თითქოს მეთაურობს იქაურობას. ირგვლივყოფები გაოცებული შეყურებენ ამ ახალგაზრდა მაღალკაცს, რომელიც უცნობენაზე მითითებებს გასცემს. დაიბნა რა. უცბად ვიხაცა ასე უფროსობს ხაცო. ერთი იქაური გაიქცა კიდეც და გენერალი მოიყვანა, ვიღაც კაცი აქაურობას დაეპატრონა და ხელმძღვანელობსო. გენერალი კახისთან მივიდა და კითხა ვინ ხარო. სულ ერთი სიტყვა უპასუხა კახი კავსაძემ ამ გენერალს და გენერალსაც მეტი შეკითხვა არ ქონია. ამასობაში გასასვლელთან მინსკის დინამოს ყოფილმა მოთამაშემ სერგეი ალენიკოვმა, რომელიც იტალიურ იუვენტუსში თამაშობდა, კახი იცნოდა, მივიდა მასთან, მოიკითხა და როცა ერთმანეთს გადაეხუნენ, ყველა დარწმუნდა, რომ ეს მაღალი კაცი, რომელიც ფიფას გაიძახო და დიდი ფიგურა იყო. ალენიკოვი დიდი პატივით ეპყრობაო. კახი კავსაძე პელეს მოედანზეც გაყვა, გადაეხვია, წარმატებები უსურვა და მითითებებიც მისცა. ამ დროს მეუბნება ესა მიშა. კახი რა შენი ჭირიმე მიდი და პელეს ხურში რამე უთხარი. მირედი ხელი დავარდე და ხურში უთხარი. აბა შენიცი ჩემო პელე არ შემარცხინოთ ხო. Hello Pele. Pele, por favor, Pele. Kahi. Sadakar, Kahi. Kahi sadakar. აბა შენიცი შენ Kurti შეაგდე. იაფიზდები. Hello. How are you? Sadakar. Არა, გერდერები. Gracias. გერდერაუდეს. ეს დოკუმენტური კადრები შემდეგ ფილმში ასეთი გახმოვანებით შევიდა. დედა, მოდი მალე, შეხედე მამა სად არის საფეხბურთო მატჩზე. შეხედე, როგორ მიუთითებს და შენ კი რას ამბობ. პელეს იუბილეა. კამერა ეკრანზე. ფოკუსი დაიჭირეთ, ისე რომ გარკვევით იკითხებოდეს 55 წელი. ძირფასო მეგობრებო. როგორც კი ჩემი ნათლული გასახდელიდან გამოვა, მაშინვე მოიმზადეთ. იდექით როგორც ახლად გახართ, თორემ აქ ისეთი ამბავი დაიწყება, წარმოდგენაც რთული იქნება. ბაგია, ასე იდექით. არც კი ვიცი რა გითხრათ, მეგობრებო. ძალიან ნერვიულობ. თქვენ ალბათ არ იცით, რომ ყოველთვის მიცავდა ჩემი ნათლია, პატივცემული ვლადო. ის მამა ჩემის მეგობარია, კეთილი და პატიოსანი ადამიანი. სხვა ასეთ ცხოვრებაში არ შეხვედრივარ. ეს მან აღმომაჩინა პირველად ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობდი.
ძვირფასო პელე, ეს ქორთუკი ჩაიწვი. თეთრი, ლამაზია. ადრე შავს ფჩუქნიდი. ეს ქურიკი პატარა პელისგან, ჩემი შვილისგან არის საჩუქრად. ახლა გვიყურებს. მადლობა მეგობრებო. დიდი მადლობა. დიდი მადლობელი ვარ. გასახდელში წადე, ოპლიანი ხარ, გაწივდები. ასე დასრულდა ეს ისტორია, რომელსაც მანამდე არ იჯერებდნენ, სანამ ფილმი ეკრანებზე არ გამოვიდა. ვერავინ იჯერებდა, რომ მიხეილ ჭიაურელმა პელეს გადაღება 3-ჯერ შეძლო, რადგან ამის გაკეთებას ჯერ პელესთან მიღწევა და შემდეგ $1000 გადახდა სჭირდებოდა. ფილმში სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც ხვდებიან, რადგან იაშინის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდნენ. იქ ბეკენბაუერი და ბობი ჩალტონი უნდა ენახათ და პელეც უნდა ჩასულიყო, თუმცა პელე იქ არ ჩასულა. ეს ჩემი ძველი მეგობარი, ბობი ჩალტონია. ახარებს, რომ ყოველთვის სპორტულ ფორმაში ვარ. ეს ელსებიოა. არასოდეს დამზარებია მისთვის რჩევების მიცემა და როგორც წესია, სასარგებლოდ იყენებდა. ეს კი კარლოს ალბერტოა. საინტერესო ისტორია მახსენდება.